სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალაში ქართული ბრენდის დღე 2021-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 19 წელია ქართული ბრენდის დღე ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ასახავს და ნაციონალურ ბრენდებს განვითარების ყველა ეტაპზე წარმოაჩენს. მისი პრესტიჟული ჯილდო კი არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილის მიერ დაფუძნებული ქართული ბრენდის დღე ნაციონალურ ბრენდებს 7 ნომინაციაში ავლენს. ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული ინვესტიცია, წარმატებული საერთაშორისო ტელეპროექტი და ბრენდ პერსონა. 2021 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ბრენდ პერსონა ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა. ქართული ბრენდის დღე 2021 წლის ჯილდო საქართველოში საუკეთესო საწარმო შექმნისთვის ესტონელ ბიზნესმენს, კომპანია აგუნას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი ბალიბინს გადაეცა. საწარმოს, რომლის საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი 1 მილიონიანი ესტონური ინვესტიცია ჩაიდო და ამ პერიოდიდან მოყოლებული გამორჩეულია ქართული ღვინის წარმოებაში. ნიშანდობლივია ისიც, რომ აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე შექმნილი ცნობილი ქართულ-ესტონური ფილმის მანდარინების გადაღება გარკვეულწილად ღვინის მარან აგუნასთანაა დაკავშირებული. კლიპი, რომელიც ქართულ-ესტონურ ტრადიციულ მეგობრობასა და სტუმართმოყვარეობას ეხება, ფილმის შექმნამდე 2 წლით ადრე ესტონელი ბიზნესმენების სერგეი ბალიბინისა და მერის ასის ინიციატივით გადაიღეს საქართველოში, რომელმაც შემდგომში ფილმის შემქმნელებს საერთაშორისო კინობაზარზე აღიარებული და ოსკარის ნომინანტი ფილმის მანდარინების გადაღებისთვის ერთგვარი იმპულსი მისცა. აღსანიშნავია, რომ აგუნამ განსაკუთრებულ წარმატებებს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიაღწია და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ღვინის მარანი ქართული ბრენდის დღე 2021-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უპირველეს ყოვლისა გულითადად მინდა მოულოცო მას ეს დიდი გამარჯვება. ჩვენი 35 წლიანი მეგობრობის შედეგია ის, რომ არსებობს ღვინის წარმოების კომპანია აგუნა, რომელმაც დღეს ნომინანტობა მიიღო. სერგეი ბალიბინი ეს ის კაცია, რომელმაც ფაქტობრივად შექმნა ეს კომპანია და ბოლო პანდემიის პირობებში 2021 წელს წინა წელთან შედარებით 3-ჯერ გაზარდა ექსპორტი საზღვარგარეთ. ეს კაცი არის საქართველოს მეგობართა საზოგადოების თანათავმჯდომარე და მრავალი პროექტის ავტორი. მათ შორის არის თუნდაც თბილისისა და ტალინის დაძმობილობა, მაარდუსა და ფოთის, ქობულეთისა და ნარვას და ასე რომ მას ძალიან ბევრი სერიოზული პროექტია განხორციელებული. მე მჯერა, რომ დღევანდელი მისი ნომინანტობა, დღევანდელი გამარჯვება საწინდარია კიდევ სხვა დიდი გამარჯვებების. მას დიდი ჩანაფიქრები და გეგმები გააჩნია. აპირებს ესტონური სახლის დაარსებას და გაშენებას. ასე რომ მე ვუსურვებ მას ამ სფეროში დიდ წარმატებებს და აგრეთვე მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ მანანა გეგიძეს ასეთი ლამაზი პროექტის განხორციელებისათვის. მე არ მინდა გამოვეყო ჩემს გუნდს, ამიტომ ყველას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. პირველ რიგში დიდი მადლობა ქართველ ხალხს, ჩემს მეგობარს ვახტანგ თორდიას, რომელმაც უდიდესი თანადგომა გამიწია ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მისაღებად. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის შექმნაში. ნომინაციაში წარმატებული ტელეპროექტი გამარჯვებულად ტელეიმედის პროექტი სიცრუის დეტექტორი დასახელდა. პრიზი ცნობილ ტელეწამყვანსა და სოხუმელ მსახიობს გიორგი გასვიანს გადაეცა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქართული ბრენდის დღეს, ეს არაჩვეულებრივი ჯილდო გადმოგვეცა დიპლომი, მოკლედ გადაცემებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილვართ თურმე სიცრუის დეტექტორი. რეიტინგებით კი ვიცოდით, მაგრამ როცა გაჯილდოებენ ეს ძალიან ბედნიერი წუთები და მომენტებია. მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი პროდიუსერია, ჩემთან ერთად მუშაობს, რა თქმა უნდა, ნოე სულაბერიძით დავიწყებ და მაკარ აზმაძით გავაგრძელებ და მაყურებელს დიდი მადლობა, იმიტომ რომ მაყურებლის გარეშე რასაკვირველია არ არსებობს არაფერი, რაც დაკავშირებულია ტელევიზიასთან. ეს არის ჯადოსნური სამყარო. მე ყველა ჯილდო მიხარია, მაგრამ ყველაზე მეტად გამიხარდებოდა, რომ სოხუმში ვიყოთ და იქ ვიღებდეთ ჯილდოებს. ქართული კალიგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლისთვის დაჯილდოვდა აფხაზეთის მკვიდრი კალიგრაფი ლეილა ბაღბაია. დღევანდელი დღე არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან ათეული წელია შრომობ და პოპულარიზაციას უწევ ქართულ კალიგრაფიას, რომელიც არის ჩემში 24 საათი, რომ ქართული
კალიგრაფია, ქართული ანბანი, როგორ გავალამაზო, როგორ მოვრთო, როგორ შევქმნა ორნამენტები და ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მანანას ქართული ბრენდის დღეს. მინდა ყველა ნომინანტს მიულოცო, შედგა ქართული ბრენდის დღე პანდემიის შემდგომ. მე არ მეგონა თუ ასე მალე დაუბრუნდებოდით, დაბრუნდა ქართული ბრენდის დღე. შედგა ეს დღე, მინდა მიულოცო გამარჯვებულებს. ქართული ეკონომიკა არ მომკვდარა, ომი გამოიარეს და ამ ომგამოვლილმა, ასე ვთქვათ, კომპანიებმა დღეს მიიღეს თავიანთი დამსახურებული ჯილდო. ჩვენ ყველა გამოწვევას გაუძელით, არა მარტო ბიზნესი, არამედ კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, აბსოლუტურად ყველა დარგი ჯილდოვდება ჩვენს პროექტში და რეგულაციების დაცვით, მაგრამ დღეს მაინც ჩატარდა ქართული ბრენდის დღე.